საქართველოს ფოსტა აცხადებს ზამთრის ფოტოკონკურსს, თუ რას მოიცავს ეს კონკურსი და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, უფრო მეც ნინო გელოშვილის ჩართვიდან შევიტყობთ. დილამშვიდობისა ნინო. მოგესალმებით ნინო, გვაუწყე ფოსტის ამბები. დილამშვიდობისა, შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი, ჩაერთე კამპანიაში და აჩვენე შენი ნახატი მსოფლიოს. საქართველოს ფოსტა ძალიან საინტერესო შესაძლებლობას გთავაზობთ და წინა საახალწლოდ ფოტოკონკურსს მართავს. კონკურსში განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. თუ როგორია კონკურსის წესები და პირობები და რა უნდა გააკეთონ მასში მონაწილეობის მსურველებმა, ამის შესახებ უფრო სულად მოგვიყვება საქართველოს ფოსტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაგდა სანიკიძე. მაგდა, დილამშვიდობისა. მივესალმებით ჩვენს მოგვიყევით, საიდან დაიბადა კონკურსის იდეა და რა მიზანს ემსახურება? ზოგადად საქართველოს ფოსტა ანებიურებს საზოგადოებას სხვადასხვა თემატური მარკეტინგული კამპანიებით და წლევანდელი წელიც არ იყო გამონაკლისი. შევქმნით ესე თქვა ერთგვარი კამპანია შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი, უფრო კონკრეტულად შენი ზამთარი. აღნიშნული პროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერმა მსურველმა, ეს იქნება დიდი თუ პატარა, საქართველოს მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ესე ვთქვათ, თავისი შემოქმედებითი ნამუშევარი, ეს იქნება ციფრული თუ ხელით დახატული, გაგვიზიაროს და შერჩევის შემთხვევაში ავტორის სახელით და გვარით ჩვენ დავიტანთ საფოსტო ბარათებზე, რეალიზაციაში ჩაუშვებთ. საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვის ცენტრში იქნება წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით და აღნიშნული საფოსტო ბარათი აი ამ კონკრეტული ადამიანების ემოციები იმოგზაურებს ადამიანიდან ადამიანამდე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. როგორი იყო საზოგადოების დაინტერესება და ჩართულობა, როდესაც გამოცხადდა ეს კონკურსი? თქვენ როგორ შეაფასებდით? საზოგადოების დაინტერესება და ჩართულობა გულწრფელად გეტყვით, გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, უფრო ნაკლების მოლოდინი ჰქონდა და ძალიან მიხარია, რომ ამდენად მაღალია ჩართულობა. შესაბამისად, ის რაოდენობა, რომელიც ჰქონდა გათვლილი, რომ ჩვენ რეალიზაციაში ჩაუშვებდით, გავზარდეთ ეს რაოდენობა, იმიტომ რომ მოთხოვნა დიდი არის და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ სურველების გულები ძალიან დიდი რაოდენობით გავახაროთ, რომ მათი სერვის ცენტრებში მათი საფოსტო ბარათები, მათი სახელებით და გვარებით იყოს წარმოდგენილი. რა კრიტერიუმებით ფასდებიან მონაწილეები და რა ეტაპი აქვს კონკურს? რამდენი ეტაპი აქვს? კი ბატონო. ეტაპი აქვს რამოდენიმე. პირველი რომ რა თქმა უნდა შეიქმნას ეს ნამუშევარი, შემდგომ გაგვიზიაროს ჩვენ აღნიშნული ნამუშევარი, შემდეგ ჟიური მუშაობს ამ პროცესზე და შეირჩევა გარკვეული რაოდენობა, შემდეგ გამზადდება რა თქმა უნდა და ჩაეშვება სერვის ცენტრში და რაც მთავარია, ეს ბოლო ფინალური ნაწილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი მომხმარებელი რომელიც შეარჩევს აღნიშნულ საფოსტო ბარათს, გააგზავნის საყვარელ ადამიანთან წინა საახალწლოდ კეთილი სურვილებით. რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება, ესეც რომ გითხრათ? საორიენტაციოდ ფიქრობთ, რომ ასამდე გამარჯვებულს გამოვავლინთ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ თქვენს და რა თქმა უნდა კონკურსის ყველა მონაწილეს. და ჩვენს მაყურებელს ვურჩევდი, რომ მიიღოს ამ ძალიან საინტერესო კონკურსში მონაწილეობა და აჩვენოს თავისი ნიჭი მსოფლიოს.